წმინდა აბა დოროთე, სულის სასარგებლო სწავლანი. სწავლა მესამე, სინდისის შესახებ. ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, მასში დათესა წმინდა, ნაკვერცხალივით მხურვალე და ნათელი გულის სიტყვა, რომელიც გონებას ანათებს და ბოროტს კეთილისგან განარჩევინებს. ამიტომ ეწოდება მას სინდისი, რაც არის ბუნებრივი რჯული. მამები მის შესახებ ამბობენ, ჭები რომლებსაც თხრიდა იაკობი და რომლებსაც ავსებდნენ ფილისტიმელები. ყველა მამად მთავარი და წმინდანი ამ რჯულით ანუ სინდისით სათნო ეყო ღმერთს, ვიდრე რჯული დაიწერებოდა. როცა ადამიანმა სინდისი მცნების დარღვევითა და ცოდვის ჩადენით დათრგუნა, მაშინ განსაკურნებლად დაგვჭირდა დაწერილი რჯული, წმინდა წინასწარმეტყველთა თქმანი, დაგვჭირდა თვით ჩვენი უფლის მოსვლა, რათა მისი წმინდა მცნებების დაცვით გაებრწყინებინა, აღედგინა და გაეცხოველებინა ის დათრგუნული ნაკვერცხალი, ანუ სინდისი. ახლა იგი ჩვენშია, თუ გვინდა ისევ დავთრგუნავთ და თუ გვინდა მოვუსმენთ და ისიც გაბრწყინდება და განგვანათლებს. როცა სინდისი გვეუბნება, ასე მოიქეცი, მაგრამ ჩვენ არ ვუსმენთ. როცა კვლავ გვეუბნება და ჩვენ უგულვებელყოფთ, შემდგომში ის ითრგუნება და აღარ შეუძლია ჩვენი მხილება სიმძიმის გამო ზედ რომ ადევს. ბუნდოვნად გვინათებს ჭიქაში ანთებული სანთელივით და მოვლენებს გარკვევით არ გვიჩვენებს. როგორც ამღვრეულ წყალში ვერავინ ხედავს თავის გამოსახულებას, ისე ვართ ჩვენც. აღარ გვესმის, რას გვეუბნება სინდისი, ისეთ სიბნელეს ვყავართ მოცული, აღარც კი გვგონია ჩვენთან თუ არის. არ არსებობს კაცი, ვისთანაც იგი არ იყოს, რადგან როგორც ვთქვი, იგი წმინდაა, არასდროს ქრება და მუდამ კეთილს გვეუბნება. ჩვენ კი როგორც ავღნიშნე, ჩვენი უგუნურობით აღარ გვესმის, რადგან დაგვითრგუნავს იგი. წინასწარმეტყველი ამიტომ გლოვობდა ეფრემს და ამბობდა, ძლავრა ეფრემმა მოსაჯულსა მისა, დათრგუნა მსჯავრი. სინდის მოწინააღმდეგე უწოდა, სახარება მის შესახებ ამბობს. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მისთანა გზასა ზედა. ნუ უკვე მიქცე შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან მსახურსა და საპყრობილედ შევარდე. ამინ გეტყვი შენ, ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არ მისცევ უკანასკნელი კოდრატი. რატომ უწოდა სინდის მოწინააღმდეგე? მოწინააღმდეგე იმიტომ ქვია, რომ ნიადაგ წინაღუდგება ჩვენს ბოროტნებას და გვამხელს. რა კი რისი კეთებაც გვმართებს არ ვაკეთებთ და რისი კეთებაც არ გვმართებს ვაკეთებთ, ის წინააღმდეგობას გვიწევს და ამის გამო ეწოდება მოწინააღმდეგე. ამიტომ გვიბრძანებს უფალი და ამბობს, იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მისთანა გზასა ზედა. გზა წმინდა ბასილის თანახმად წუთისოფელია. ვეცადოთ დავიცვათ ჩვენი სინდისი, სანამ ამ წუთისოფელში ვართ. არ დავუშვათ რამე საქმის გამო გვამხილოს, არც რამეში დავთრგუნოთ, თუნდაც უმნიშვნელო საქმეში. იცოდეთ ამ უმნიშვნელოდან ჩვენ რომ არაფრად მიგვაჩნია, დიდამდეც მივალთ. როცა კაცი ამბობს, არაფერია ამას თუ ვიტყვი, ან ცოტას შევჭამ, ან რა მოხდება იმას თუ შევხედავ, ამით კაცი ცუდ ჩვეულებას იძენს, შემდეგ დიდი საქმეების უგულვებელყოფასაც იწყებს და სინდის იხშობს. როცა ასე აგრძელებენ, ცოდვებსა და სრულ უგუნურებაში დაინთქმებიან. ამიტომ ძმებო, გევედრებით,
ნუ ვიქნებით დაუდევრები მცირედში, რომელიც მცირე არ არის პირიქით, ძიმე რამ არის ცუდი ჩვეულება. ფრთხილად ვიყოთ და ვიდრე მსუბუქია, ცოდვას ვებრძოლოთ, რათა არ დამძიმდეს. სათნოებაც და ცოდვაც მცირედან იწყება და დიდი ხდება. ამასთან დაკავშირებით ჩვენი უფალი მცნებად გვაძლევს დავიცვათ სინდისი და თითქოს პირდაპირ მიმართავს ვინმეს ისე ამბობს: იხილე უბადრუკო, იყავ კეთილად მცნობელ წინა მოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მისთანა გზასა ზედა. საშიშროებაზეც მიგვითითებს და ამბობს: ნუ უკვე მიქცეს შენ წინა მოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან მსახურსა და საპყრობილედ შევარდე. ამინ გეტყვი შენ, ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკანასკნელი კოდრატი. როგორც ვთქვი, სინდისი ბოროტშიც გვამხელს და კეთილშიც. გვიჩვენებს რისი გაკეთება გვმართებს. თუ არ მოვუსმენთ, ისე ვის გვამხელს იმ დღეს. ამიტომაც ამბობს: ნუ უკვე მიქცეს შენ მსაჯულსა. სხვადასხვაგვარი დაცვა არსებობს. კაცმა სინდისი უნდა დაიცვას ღვთის, მოყვასისა და ნივთების მიმართ. ღვთის მიმართ ამრიგად, არ უგულებელყოს მისი მცნებები, რასაც სხვები ვერ ხედავენ და რის გამოც არავისი ეშინია, სინდისი იმაშიც დაიცვას. მაგალითად, ლოცვისას ბოროტი აზრი მოსდის და თავს კი არ იცავს მისგან, არამედ განამტკიცებს. ან ხედავს მოყვასი რამეს ამბობს თუ აკეთებს, ის კი განიკითხავს ამის და მსგავსი რამეების გამო, რასაც ღმერთის გარდა ვერავინ შეიტყობს, სინდისის დაცვა იმაშიც მართებს. ეს არის ღვთის მიმართ სინდისის დაცვა. მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა ის არის, რომ კაცმა არაფერი გააკეთოს, რითიც იცის, რომ მოყვას დააბრკოლებს საქმით, სიტყვით, სახით თუ შეხედვით. მოყვასის დაბრკოლება შეიძლება სახითაც, შეხედვითაც, რითიც იცის მოყვასი დაბრკოლდება არ გააკეთოს. ეს არის მოყვასის მიმართ სინდისის დაცვა. ხოლო საგნების მიმართ ის არის, რომ არ გააფუჭოს ნივთები. დაგდებულს თუ ნახავს რამეს, აიღოს და თავის ადგილას დადოს, თუნდაც მცირე იყოს. არ გააფუჭოს თავისი სამოსელი. ზოგიერთ ტანსაცმლის ჩაცმა კიდევ 5 თვე შეუძლია, მაგრამ ზედიზედ რეცხვით ცვეთს მას. ეს სინდისის საწინააღმდეგოა. ასევე ზოგიერთს ერთი ბალიში ყოფნის, მაგრამ დიდ ლოგინს ეძებს. ძაძის სამოსელი აქვს, მაგრამ ახალი და მშვენიერი ტანსაცმელი სურს ამ პარტავნების ან მოწყენილობის გამო. ერთი ჭილობი ყოფნის, ის კი ლატანს ეძებს და მის გამო შფოთს ტეხს. ვინც ძმას დაუწყებს ყურებას და იტყვის, მას აქვს და მე არაო, რასანატრელია. ასევე ზოგიერთი მზეზე ფენს თავის სამოსელს, უყურადღებოდ ტოვებს და გამოახუნებს ხოლმე, ესეც სინდისისგან შორს არის. საჭმელს რაც შეეხება, თუ მცირე მხლით, ცერცვით ან ცოტაოდენი ზეთისხილით დანაყრება შეუძლია, ის კი უფრო გემრიელ შეჭამაც ეძებს. ყოველივე ეს სინდისისგან შორს არის. მამების ნათქვამია, მონაზონმა არ უნდა დაუშვას, რომ სინდისმა რამეში ამხილოს. ძმებო, ყველაფერში სიფრთხილე გვმართებს. ყოველივე ამისგან თავი უნდა დავიცვათ, რათა არ დავინთქათ, რადგან თავად უფალი გვაძლევს მცნებად, როგორც ზემოთ აღვნიშნე. ღმერთმა გაგხადოს ღირსი ამ სიტყვების სმენისა და განხორციელებისა, სასჯელად რომ არ გვექცეს მამების სიტყვები.